ვიწყებთ მორიგ ფინალურ დაპირისპირებას, ამჯერად უკვე 86 კილოგრამი. Ისი მონაწილეანი აი შემოვიდნენ ლეიბზე, წითელი ფორმით გახლავთ თორნიკე სამხარაძე ონი და ლურჯი ფორმით თამაზ ნიკოლეიშვილი სამტრედია. ზედიზედ მეორე რაჭული მერული დაპირისპირება გვაქვს ფინალებში. ვინჯოსელი მოიპოვეს ამბოლოვერმა ლუკა კვანტაშიძემ და გოველმა გიგა ოცინაში. სამხარაძეც მე მგონი შაშანდელი ჩემპიონი არის ხო საქართველოსი. გუშინო კიდევ ერთხელ გავიმეორებ შესანიშნავი გდება. ისედაც კარგად იჭიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გამოვიდოდა ფინალში, თუმცა ეს ნახევარფინალის ბოლო გდება. შეხვედრის მერეც ძალიან ბევრი აღნიშნავდა საჭირო მწვრთნელები ამ ბილეთის ეფექტურობას. რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზეთ და ვინც ნახა ალბათ ყველა დაგვეთანხმება ამაში, რომ მართლაც გამორჩეული გდება იყო. ჯერჯერობით გავიდა აქ უკვე 40 წამი თითქმის და ნიკოლეიშვილს მოუწოდებენ აქტიურობისკენ საჯები. ისედაც ინიციატივას რაღაც გარკვეული ფორმით ყოველ შემთხვევაში ფლობს სამხარაძე და 30 წამიანი ჩაუდეს ჩაუთავენ ნიკოლეიშვილს. მაგიდის არბიტრმა ასწია ნამდვილად ფინიში გამოჩენები როგორც ჩვენ ჯერჯერობით არ ჩქარობენ აი ახლა უკვე ლეიბის საჩვენებს მოულთაციან აი ამ შეტევას სამხარაძეს აცლიან კი ბატონო და დიდი შანსი აქვს სამხარაძემ კარგად დააფიქსიროს კიდევაც აი ფეხიც ახლა ძალიან კარგად გამოიყენა და საბოლოო ჯამში დაფიქსირდა დაბლად ჩაყვანა 2-0 თუმცა ჯერ შოგჯონში გრძელდება მისი შეტევა ცდილობს დატრიალებას სამხარაძე წამოსწია და ერთი დატრიალება აქ ახლა ნიკოლეიშვილიც გადავიდა და რაღაც მომენტში ორივე ბიჭი შეეხო მაგის არ იყო საკმაოდ დაფიქსირება არ იყო აქ 2-0 ახლა მიიღო უკვე ნიკოლეიშვილმა 4-2 გახდა ანგარიში ონელებმა შემოაგდეს აი რაჭველთა საბრძოლო სკამთან გიორგი მეშვილდიშვილიც იმყოფება მივადევნოთ თვალი ამ ეპიზოდს აი აქ აბა დაველოდოთ საჯები რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ საბოლოოდ მე კი შეგახსენებთ რომ ჩელენჯი შემოაგდო წითელმა მხარემ ონელთა ბანაკმა სამხარაძის მწვრთნელებმა ახლა კამერას ითხოვენ საჯები დამატებით კამერას სხვა კამერას შეგვიძლია ვნახოთ ეს ეპიზოდი ბოლო ეპიზოდი ერთ იმედია დიდხანს არ გაგრძელდება ეს განხილვა აი ეს ეპიზოდი ახლა აქ კი დაადო ნამდვილად მაგრამ საფადო გადმოუტრიალდა ხო მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში იყო და მეოვეჯერაც იყო ნახეთ სამხარაძის ჭიდაობა თავისთავად, მაგრამ აი ამ ეპიზოდში ნიკოლეიშვილიც უნდა შევაქოთ, რომელმაც ძალიან კარგად მოახერხა ამოსულა და აგერ კინაღამ საერთოდ ბეჭებზე დააწვინა მეტოქი.
ჯერ ისევ გრძელდება ეპიზოდის განხილვა, ვიდეო განხილვა მსაჯების მიერ. დაუბრუნეს უგან ვალიშინა შესაბამისად გამართლენ აქ ნიკოლაიშვილს ახლა როგორც მწვრთნელისა და მსაჯის დიალოგიდან გავარკვიე ნიკოლაიშვილს საჭიდაო ფორმაზე ჩამოხაჩვასაც ედავებიან და აი ამიტომ გაფრთხილებაც აქვს მიიღო გაფრთხილება რაც აკრძალულია და ჩააყენეს ჩოგჯეში ანგარიში კი დარჩა 4-0 წავიდა შეტევაზე აქ ოდელი ფალავანი სამხარაძე ერთი ტრიალი დატრიალება მეორე ვეღარ გამოვიდა მაგრამ აი მეორე ახლა გამოვიდა მესამე მეოთხე ესეთ მოულოდნელი კვანძის დახსნა იყო თითქოს გახდა 4-2 შემდეგ გაუქმეს სორიკულა წმინდა შემდეგ მოგება უცეფრე მოიგო სამხარაძეს აი როგორი ეფექტური ილეთი არის ფეხები ჯვარედინი დატრიალება და ფეხებიდან ჯვარედინი მოვლები ონა დაასრულა 1-21 ერცხლის მედლით და სანტოდიამ დაასრულა 2 ერცხლის მედლით. ეხლა გაიმართება 79 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი და იმის შემდეგ ჩვენ მორიგ ძალიან საინტერესო ფინალს ვნახავთ 92 კილოგრამში სანდრო ყურაშვილი რომელიც